სანამ მთელი თბილისი ეს ამბავი შეიტყობდა, ერთი კაცი უკვე იცოდა ყველაფერი და ის კაცი იყო თავად ვასო გოძიაშვილი. იმ დილით, როდესაც მან საკუთარი ჩემოდნები გადასატანად წაიღო და სახლიდან გასასვლელად გაემართა, მან ფანჯრიდან დაინახა, რომ მეზობლები უკვე შეჩერებულიყვნენ და თვალს უყურებდნენ. მაგრამ იქამდე სულ არ მისულიყო. სესილია თაყაიშვილმა, იმ ქალმა, რომელსაც 1000 სპექტაკლში ქვეყანა საკუთარი მუზად აღიარებდა, თავად გადაჰყარა მისი ტანსაცმელი მეორე სართულიდან. პირველად გაფრინდა თეთრი პერანგები, ის პერანგები, რომლებიც იგი სცენაზე ატარებდა. შემდეგ შავი კოსტიუმის ქურთუკი, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის გრიმიორებში ყველა იცნობდა. ბოლოს ორი დიდი ტყავის ჩემოდანი, რომლებმაც ქალდირიმზე დაცემისას ხმა ისე ძლიერად გასცეს, რომ მთელმა კვარტალმა გაიღვიძა. მეზობლები ფანჯრებში გამოვიდნენ, ხელებს უქნევდნენ, ვინმე კი თუნდაც გასაღები ეძებდა, რომ სახლიდან გამოსულიყო და ამ უბედურებას უფრო ახლოდან დაეგუებოდა. თბილისის თეატრალური წრეები ამ ამბავზე ორ ბანაკად გაიყვნენ. ვინმე ამბობდა, რომ სესილიამ სამართლიანად მოიქცა, ვინმე კი დაე. გენიოს ისე ღალატი აქვს სისხლში, რომ მაგის გამო ოჯახის დანგრევა სირცხვილია. მაგრამ რა სიმართლე იყო ამ ისტორიის უკან? რატომ გადაწყვიტა ქალმა, რომელიც თავის ქმარს სიყვარულით თაყვანს სცემდა, მთელი თბილისის წინაშე ასე საჯაროდ დაემხო მას? და რატომ არ შეუნდო თავისი 5-წლიანი შვილის პატარა დავით დათოს ცრემლებს? ეს ყველაფერი დაიწყო 1950-იან წლებში ბათუმში. სესილია თაყაიშვილი სულ 16 წლის იყო, როცა აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში მოხვდა. ის ორგანული ქართული სილამაზის გოგო, რომელსაც გურული გოგონების ყველა თავისებურება ჰქონდა. პატარა, თხელი, მაგრამ გაბედული, მკვეთრი ნიგვზისებრი თვალებით, რომლებშიც ისეთი სიამაყე ცხოვრობდა, რომ შემთხვევითმა ადამიანმაც კი გზნობდა. ამ გოგონას არავინ დაემორჩილება. როგორც მოგონებებში გადმოცემულა, სტუდიის ხელმძღვანელმა შეაფასა მისი ნიჭი და თქვა, ეს არის რეალური ქართული სული. თეატრში მან იცოდა თავისი ღირებულება და ასრულებდა როლებს იმ სიტყვით, იმ გრძნობით, რომელიც სალონებში მრავალ წელს ქმნიდა სიჯიუტეს. მაგრამ მას არ უნდოდა ერთი რამ – სიყვარული. იმ დრომდე სესილია იყო გოგონა, რომელსაც სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი ჰქონდა საკუთარი სახელი, საკუთარი კარიერა. თეატრის სცენა იყო მისი ოჯახი, პარტნიორები მისი ნათესავები. და შემდეგ სტუდიაში შემოდიოდა ვასო გოძიაშვილი. ის იყო ახალგაზრდა, დაახლოებით მისი წლების ბიჭი, ისეთი შეუდარებელი მომხიბლაობით, რომელსაც დღევანდელი თაობა ვერ წარმოიდგენს. თვალები მუქი, გამჭვირვალე, რომელშიც ყველა ქალი ხედავდა საკუთარ მომავალს. ულვაში, ისეთი ღიმილი, რომელიც ამბობდა, მე ვარ გმირი და ამას ვიცი. სესილიას აქამდე არ ჰქონდა ნანახი ასეთი ბიჭი. მან სულ რამდენიმე წუთში შეიტყო, რომ ვასო იყო ის ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების ცენტრში მოექცა. როგორც გადმოცემულია, რეჟისორი ამბობდა მათ, თქვენ ხართ ერთი სხეული ორი სულით. და მართლა, მათი თანამშრომლობა იყო ის, რასაც თბილისი არასოდეს დაივიწყებდა. როცა ისინი სცენაზე იდგნენ, დარბაზი ისე უყურებდა, რომ არც ერთმა ადამიანმა არ ისუნთქა. ყოველი მათი შეხება, ყოველი მათი მზერა ერთმანეთზე იყო ცეცხლი, რომელიც დარბაზს ინთებდა. მათ უყვარდათ ერთმანეთი იმ სახით, როგორც მხოლოდ ახალდაზრდობა შეუძლია. ფრთრია, ფრთხილად არა, არამედ სულით, ყოველი უჯრედით. მალე დაქორწინდნენ და მთელი თბილისი აგილოცებდა მათ. ორი ვარსკვლავი ერთად. ეს იყო თითქოს ზღაპარი, რომელიც რეალობად იქცა. მაგრამ რატომ არ გაგრძელდა ეს ზღაპარი? რა მოხდა იმ კედლების უკან, რომელიც ტყვიებს დაემალა მთელი ქალაქის თვალს? რატომ გადათვლიდა სესილიამ 2 წლის შემდეგ, რომ ეს ყველაფერი, სიყვარული, ერთად ცხოვრება, საერთო ოცნებები, იყო ილუზია, რომელიც დრო დამთავრებული იყო? ადრე თუ გვიან, თბილისის თეატრალური ცხოვრება ხდება ქალაქის მთავარი ჭორის წყარო და ვასო გოძიაშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა თვალები, რომლებიც მასთან სდევდნენ. პირველ რიგში იყვნენ მისი თანამშრომლები, რომლებიც მას სცენაზე ხედავდნენ. შემდეგ მისი პოკლონციკები, ქალები, რომლებიც თეატრის კარებში აწვებოდნენ ისე, რომ ხანდახან მთელ ღამეს ელოდნენ იმ წუთს, როცა გენიოსი გამოვიდოდა. ვასო იყო კაცი, რომელსაც ძალიან ბევრი სიყვარული ესაჯიროებოდა. არა ერთი ქალის, არამედ მრავალის. რადგან მისი ტემპერამენტი იყო ისეთი ცეცხლმოკიდებული, რომ ერთ ადამიანში ვერ ეტეოდა. მარჯანიშვილის თეატრში ყველა იცოდა, რომ ვასო ყოველ კვირას სხვა ქალთან გვიან ღამემდე სვამდა ღვინოს, რომელიმე რესტორანში ან კულუარებში. როგორც ამბობდნენ, პირველად ცნობა მოიცნობა მოვიდა ერთი გრიმიორის მეშვეობით. ქალი, რომელსაც სტუდიაში ყველა იცნობდა, მივიდა და უთხრა: სესილია, შენიც ისად არის შენი ქმარი დღეს. გრიმიორმა ხელი მოკრა და სიტყვები თითქოს ფრთხილად, მაგრამ ზედმეტი ემოციით წარმოთქვა: ის არის რესტორანში ახალგაზრდა მსახიობთან. სესილიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ წარბი ასწია, მშვიდად. თითქოს ეს არაფერი ყოფილიყო. მან კითხვაც კი არ დაუსვა. უბრალოდ გააგრძელა გრიმის წაშლა და ხმა გაისმა მხოლოდ იმ წამს, როცა სარკეს მიუბრუნდა და უთხრა:
და როგორ შეიძლება ამას ყველაფერს ვიტანდე? გრიმიორმა არაფერი უპასუხა. გავიდა და კარი ჩაკეტა. მაგრამ სესილიამ იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. მეორე კვირას შემდეგ სხვა ქალმა მოუტანა ამბავი. ვასო იყო გასეირნებაზე ლისის პარკში სხვა ქალთან და ისინი იმდენად ერთმანეთში იყვნენ ჩასვენებულები, რომ არც კი შეამჩნიეს, როდესაც თეატრის ერთ-ერთი რეჟისორის ცოლი გაიარა გვერდით. სესილია ამჯერად დრად დუმილს არ დაჰყვა. მან ერთი წუთით შეაჩერა ქსოვა, დააცქერდა ფანჯარას და მხოლოდ შემდეგ უთხრა: მადლობა ამბისთვის. თანამშრომლები უკვე იწყებდნენ ამბების გავრცელებას. ზოგი ამბობდა, რომ სესილია იღუპებოდა დუმილში, ზოგი კი რომ იგი უბრალოდ თავის სიამაყეს იცავდა და არ აჩვენებდა თუ რამდენად უძნელდებოდა. მაგრამ რატომ? რატომ არ ამბობდა არაფერს იმ ქალმა, რომელიც თავის ქმარს ყველაფერს უთმობდა? პასუხი მარტივი იყო. სესილია იყო გოგო, რომელსაც გურული სისხლი ჰქონდა ძარღვებში და გურულ ქალებს აქვთ ერთი უცვლელი წესი: არასოდეს გამოჩნდეს სუსტი საჯაროდ. თუ ტირი, ტირი სახში, თუ ტკივი, ნუ აჩვენებ კედლებს მიღმა. ამიტომაც, როცა კოლეგები მას რჩევებს აძლევდნენ, გაეკეცი, მიატოვე, შეეთხო, სესილია ყოველთვის პასუხობდა ერთი და იგივე ფრაზით: ის საქმე ჩემი და მისია. ნუ ერევით. ამ ფრაზაში იყო ყველაფერი: დამარცხების შიში, სიამაყის ბრძოლა და საკუთარი სიყვარულის დაცვა. იგი კი აგრძელებდა თამაშს სცენაზე, თამაშობდა ბედნიერ ცოლს, თამაშობდა იმ ქალს, რომელსაც ყველაფერი აქვს. მაგრამ ჭორები თბილისს უკვე ჰქონდა მიღებული ისეთი ფორმა, რომელსაც აღარ ჰქონდა გაჩერება. კულუარებში, რესტორნებში, ქუჩებში ადამიანები ამბობდნენ: ნახე, გენიოსი იცის, რომ შეუძლია ყველაფერი და ცოლი ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ როდის მოხდება აფეთქება? და შემდეგ მოხდა ის, რაც არავინ ველოდა. იმ საღამოს ვასო სახლში დაბრუნდა. საძინებელში შევიდა და დაინახა, რომ სესილია მაგიდასთან იჯდა და ფანჯარას უყურებდა. მან არაფერი უთხრა, არ შეხვირა, არ დაუწყო ბრალდება. ხოლოდ მობრუნდა და უთხრა: შენი ნივთები ფანჯრიდან გავყარე, შენ აქ აღარ ცხოვრობ. ვასონ დარწმუნებით ჩათვალა, რომ ეს იყო ემოციური რეაქცია და ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ სესილიამ ხელი აიღო, მიუთითა კარზე და უთხრა: გაუშვი, დღეს, ახლავე. ვასომ ჯერ კიდევ იფიქრა, რომ ეს იყო სასტიკი, მაგრამ დროებითი შურისძიება და გავიდა სახლიდან იმ საღამოს, რადგან თვლიდა, რომ მეორე დღეს მოუწევდა დაბრუნება და ყველაფერი კვლავ გაგრძელდებოდა. მაგრამ მეორე დღეს როცა დაბრუნდა, კარი ჩაკეტილი დაბრუნდა. კარი ჩაკეტილი იყო. სესილიამ ფანჯარაში გამოიხედა და უთხრა: აქ აღარ შემოხვა. რა მოხდა იმ წამს ვასოს გონებაში? რა იფიქრა მან, როცა გააცნობიერა, რომ ქალი, რომელსაც ყველაფერი გაუკეთა და რომელთანაც წლებს მოყვა, მის წინაშე კარი სამუდამოდ დახურა. ცნობილია, რომ იმ დღეს ვასო დაბრუნდა თავის მეგობართან სახლში და სვამდა მთელ ღამეს, რადგან მან ვერ გამოთქვა ტკივილი სხვაგვარად. მაგრამ რა მოუვიდა შემდეგ? როგორ ჩაუკალებდა მას ცხოვრება იმის შემდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში გააძევა და ყველაზე მთავარი, რატომ არ შეეცადა დაებრუნებინა სესილია? თეატრი ეს არის ადგილი, სადაც ყველა ხედავს ყველაფერს, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს ხმამაღლა. მაგრამ ამჯერად მარჯანიშვილის თეატრის კულუარებში აღარ იყო შესაძლებელი დუმილი. იმ დღეს, როცა სესილიამ ვასოს სახლიდან გააძევა, ყველა იცოდა და ყველას ჰქონდა საკუთარი ვერსია. იყო ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, სესილია მოიქცა მართლა. გენიოსა შეიძლება მისცე უფლება, რომ შენზე ფეხი გადაიდგას. მაგრამ იყო ისეთები, რომლებიც ჩურჩულებდნენ. რა სირცხვილია? მთელი თბილისის წინაშე კაცი დაამწირა. თითქოს ის ყოფილიყო უბრალო კაცი და არა ის დიდი მსახიობი, რომელსაც მთელი ქვეყანა ერთგული იყო. ორივე მხარე იცავდა საკუთარ პოზიციას ისე მკაცრად, რომ თეატრის კულუარებში ზოგჯერ ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და არ ესალმებოდნენ, იმიტომ რომ ეს სკანდალი იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ოჯახური პრობლემა. ობლემა. ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა, გენიოსის თავისუფლება თუ ქალის ღირსება. მაგრამ რა იყო ამ ყველაფრის უკან? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც სესილიას ყოველდღიურად აცნობდნენ ვასოს ნაბიჯებს? იყო ერთი ქალი, მსახიობი, რომელიც იყო სესილიას უახლოესი მეგობარი. თუმცა მეგობრობა ამ შემთხვევაში არ იყო სწორი სიტყვა. ეს ქალი, რომლის სახელსაც ჩვენ არ დავასახელებთ, რადგან მისი ოჯახი დღესაც თბილისში ცხოვრობს, იყო ის, ვინც პირველმა მიართვა სესილიას ცნობა. შენი ქმარი რესტორანშია სხვასთან. ამ ქალმა ყოველდღე მოქონდა ახალი ამბავი, ისე თითქოს მას სპეციალური მისია ჰქონდა დაგისრებული. დაერწმუნებინა სესილია, რომ ვასო მას უღალატობდა. დღეს ყველა იცის, რომ ეს ქალი შურიანობდა, რადგან თავად უყვარდა ვასოსო და ვერ ითმენდა, რომ იგი სხვის ქმარი იყო. მან იფიქრა, რომ თუ სესილიას დაარწმუნებდა, რომ ვასო მას არ ღირებოდა, შესაძლოა შეუძლია დაეპატრონებინა გენიოსის გული. მაგრამ მან არ იცოდა, რომ სესილია იყო ქალი, რომელიც არ ტოვებდა ადგილს არანაირი მანიპულაციისათვის.
იმ დღეებში, როცა ეს ამბავი თბილისს ვეღარ დაუტევებია, სესილიას ყოველდღე ეძებდნენ ჟურნალისტები, მეგობრები, კოლეგები და ეკითხებოდნენ: როგორ ხარ? რას აპირებ? შეურიგდები? მაგრამ სესილია არასოდეს აძლევდა სრულ პასუხს. იგი ამბობდა მხოლოდ: ეს არის ჩემი საქმე და მისი. ნუ ერევი თამაში. ამ ფრაზის უკან იყო იმდენი ტკივილი, იმდენი სევდა, რომ თუ რომელიმე ადამიანი პირდაპირ შეეხებოდა მას, შესაძლოა დაენახა როგორც ირისის ღამით თავის საძინებელში, რადგან ღამე იყო ის დრო, როცა სესილიას შეეძლო თავისუფლად ყოფილიყო. მაგრამ დღისით იგი იყო გაქვავებული, აკონტროლებდა თავის ემოციებს ისე მკაცრად, რომ არც ერთი ცრემლი არ გადმოსულიყო, რადგან სესილია იყო ქალი, რომელსაც სურდა, რომ თელმა თბილისმა ენახა. მე არა დავემორჩილე, მე დავიცავი თავი. მაგრამ რა ხდებოდა თეატრში? თეატრის რეჟისორები და დირექტორები ერთმანეთს ეპრობოდნენ, რადგან ორივე იყო საუკეთესო მსახიობი და ორივეს ჰქონდა რეპერტუარი, რომელიც საჭიროებდა ორივეს. სპექტაკლები უკვე ჩაწერილი იყო, ბილეთები გაყიდული და გაყიდული და მაყურებელი ელოდა იმ დუეტს, რომელიც სცენაზე იყო ლეგენდა. მაგრამ როგორ დადგებოდა ისინი ერთად იმ კედლებს შორის, სადაც ათასობით ადამიანი უყურებდათ და იცოდა, რომ მათი ოჯახი დანგრეული იყო. რეჟისორმა, რომელიც მუშაობდა მათი მთავარი სპექტაკლის მომზადებაზე, მივიდა სესილიასთან და უთხრა: შენ უნდა იყო პროფესიონალი. და ის პასუხობდა: ნუ შემაწუხებთ, მე ვარ პროფესიონალი. პრეს თეატრალური კრიტიკოსები ამბობენ, რომ იმ წლის სპექტაკლები, როცა სესილია და ვასო სცენაზე ერთად იდგნენ, იყო ყველაზე ემოციური და ხელოვნური, რადგან ყოველი შეხება მათ შორის იყო ნივთიერება იმ ტკივილისა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში განიცდიდნენ. და მაინც იყო კითხვა-რითხვა, რომელიც არავის ჰქონდა გაბედული ხმამაღლა დაესვა. რა იყო ის უკანასკნელი ღამე, რომელმაც განაპირობა სესილიას გადაწყვეტილება? რა თქვა მან ვასოს, რომ მთელი თბილისის წინაშე ასე საჯაროდ დაემხო? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რომელსაც თეატრალურ წრეებში აქვს ადგილი, სესილიამ შესაძლოა იპოვა წერილი, რომელიც ვასოს ჰქონდა დამალული. ეს წერილი იყო სხვა ქალისგან და მასში წერდა: მონდი ჩემთან დღეს, არ შემოუშვა ცოლს ჩვენს ცხოვრებაში. სესილიამ ეს წერილი წაიკითხა და იმ წამში გაიგო, ეს იყო არა უბრალო ღალატი, არამედ გეგმა, რომ ვასო ქმნიდა ორმაგ ცხოვრებას, სადაც იგი იყო მხოლოდ ფასადი და სხვა ქალი იყო ის, ვისთანაც ის ნამდვილად იყო ბედნიერი. ამიტომაც გადაწყვიტა სესილიამ: არა, ამას აღარ შეშველი და გააძევა იგი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ამბისა. რადგან ვასომ სახლიდან გასული არ დაკარგა თავისი პოპულარობა, არც სიცოცხლე და არც ქალები. და რა მოხდა სესილიასთან? თეატრალური წრეების არქივებში ინახება ერთი დოკუმენტი, რომელსაც მაშინ არავინ ინახავდა საჯაროდ. სია, სადაც წერია სახელები და გვერდზე წითელი ფანქრით ხაზგასმული სიტყვები: არ შეუშვათ დუეტში. ამ სიაში იყო სესილია თაყაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის გვარები ცალ-ცალკე, ისე, თითქოს ვიღაცამ გადაწყვიტა, მათი ერთობლივი სიძლიერე საშიში იყო. მაგრამ ვისთვის? ვინ ეშინოდა იმისა, რომ ორი გენიოსი ერთად სცენაზე დგებოდა? წყაროების თანახმად, 1950-იან წლებში, როცა ქართული თეატრი იყო სახელმწიფო იდეოლოგიის ინსტრუმენტი, იყო ადამიანები, რომლებსაც სურდათ, რომ პოპულარობა განაწილებულიყო და არა კონცენტრირებული ორ ვარსკვლავში. თბილისის კულტურის სამინისტროს ოფისში, სადაც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, თუ რომელ სპექტაკლს გაუკეთდებოდა დაფინანსება და რომელს არა, ჩამოჯდა ერთი კაცი, რომელსაც ჰქონდა უფლება, სესილიას და ვასოს მომავალი განესაზღვრა. ეს კაცი იყო რეპერტუარული კომიტეტის თავმჯდომარე, მოხუცი პარტიელი ფუნქციონერი. ის არასოდეს ხსნიდა პირს დარბაზში, მაგრამ მის ოფისში მის სიტყვას იყო კანონის ძალა. თანამდებობის პირები ამბობდნენ, ის არ უყვარდა, როცა რომელიმე მსახიობი ხდებოდა ზედმეტად დამოუკიდებელი, ზედმეტად თავისუფალი. და სესილია იყო ზუსტად ასეთი ქალი. ის არასოდეს ვარაუდობდა და არასოდეს ითხოვდა ნებართვას. თუ რეჟისორი აძლევდა მას როლს, ის თამაშობდა ისე, როგორც თავად გრძნობდა და არავინ შეეძლო მისი შეცვლა. ვასო კი იყო კაცი, რომელსაც არ აინტერესებდა პოლიტიკა. მას სურდა მხოლოდ სცენა და ქალები. მაგრამ ორივე ერთად იყო ძალა, რომელსაც 1000 ადამიანს შეეძლო მოეზიდა თეატრში ერთი სპექტაკლისთვის. და ეს იყო საფრთხე იმ სისტემისთვის, რომელიც აკონტროლებდა თუ ვინ იყო ვარსკვლავი და ვინ არა. რეპერტუარულ კომიტეტში გადაწყვიტეს, ამიერიდან სესილია და ვასო აღარ იქნებოდნენ ერთად წამყვან როლებში. თითოეულს ეძლეოდა თავისი სპექტაკლი, მაგრამ ერთობლივი გამოსვლა აიკრძალა. ოფიციალური მიზეზება არასოდეს ითქვა ხმამაღლა, მაგრამ თეატრალურმა რეჟისორებმა იცოდნენ, ეს იყო ბრძანება ზემოდან. სესილიამ ეს შეიტყო ერთ საღამოს, როცა მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა მოუწოდა ოფისში და უთხრა: შენ ხარ ჩვენი უდიდესი ნიჭი, მაგრამ სპექტაკლში, რომელიც შემდეგ დღეს იდგმება, შენ ვასოსთან ერთად ვეღარ იქნები. ეს იყო ის წამი, როცა სესილიამ გაიგო. ჩხუბი ოჯახში იყო არა მხოლოდ პირადი, არამედ პოლიტიკური. ვიღაცამ იცოდა მათი განშორების შესახებ,
და გადაწყვიტა, ახლა დრო იყო, რომ მათ შორის ბზარი საბოლოოდ ჩაეყალიბებინა. დირექტორმა დაუმატა, ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ინსტრუქცია. სესილიას გაქონდა ეს ცოდნა სახლში და იმ ღამეს ვერ დაიძინა. მან გაიგო, რომ მისი გადაწყვეტილება, რომ ვასო გაეძევებინა, იყო არამხოლოდ გულის საქმე. ეს იყო იარაღი, რომელიც სხვებმა გამოიყენეს, რომ დაეშალათ ის ძალა, რომელიც ორივე ერთად წარმოადგენდნენ. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება? როგორც ჩანს, ის იყო პირი, რომლის ოჯახს სესილია ერთხელ უარი უთხრა, კერძო მიღებაზე წასვლაზე, სადაც ის მოველოდა, რომ ის დაიძინებდა და შემდეგ დათანხმდებოდა ერთ წინადადებას, რომელიც არ იყო მხოლოდ კარიერული. სესილიამ უთხრა, არა, მე არ მივალ და ამით გამოიწვია რისხვა. ამის შემდეგ ის პირი ყოველთვის ეძებდა გზას, რომ სესილიას დაემხო და როცა შეიტყო ოჯახური სკანდალის შესახებ, დაინახა შესაძლებლობა. თუ სესილია და ვასო აღარ არიან ერთად, არც თეატრში არიან საჭირო ერთად. და მართლაც, მალე სესილიას მიეცა როლები, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ უკვე არა ის გრანდიოზული სპექტაკლები, რომლებიც ქმნიდნენ და ქმნიდნენ ლეგენდას. ვასო კი განაგზობდა როლებს იმ ქალებთან, რომლებიც იყვნენ ახალგაზრდები, ლამაზები, მაგრამ არავინ მათგანი არ იყო სესილია. და თუ ყველა მიცოდა, რომ სისტემა აშორებდა მათ, მაშინ რატომ არ ებრძოდა არც ერთი? რატომ არ ამბობდა ხმიომაღლა, სესილია, ეს არის უსამართლობა? რადგან სესილია მიცოდა ერთი. თუ ის ამბობდა, რომ სისტემა იყო ბრალეული, ის ამბობდა აგრეთვე, რომ მისი გადაწყვეტილება, რომ ვასო გაეძევებინა, იყო შეცდომა და ეს არასოდეს არ აღიარებდა. 1970-იან წლებში, როცა სესილია და ვასო უკვე წლებს იყვნენ განშორებულები, თბილისში გავრცელდა კიდევ ერთი ჭორი, რომელმაც მთელი ქალაქი აღაშფოთა. ვასო გოძიაშვილის ქონება, რომელიც მან დააგროვა წლების განმავლობაში, უეცრად გაქრა. როგორც ცნობილია, ვასო იყო არამხოლოდ გენიოსის სცენაზე. ის იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა გემოვნება ძვირფასი ნივთებისა. მისი სახლი იყო ძველ თბილისში, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე. ის იყო სავსე საგნებით, რომლებიც მას სხვადასხვა ქვეყნიდან ჰქონდა მოტანილი. საათები შვეიცარიიდან, ბრილიანტების ბეჭდები, რომლებიც მას ძველი აბიდურების ბაზარზე ჰქონდა ნაყიდი, ასევე გასაიდუმლოებული ოქროს მონეტები, რომლებიც დამალული ჰქონდა თავის საძინებელში კედლის უკან. ერთ-ერთმა მეზობელმა ამბობდა, იმ სახლში შედიოდი და გონდა, რომ მუზეუმში ხარ, იმდენი ძვირფასი ნივთი იყო. მაგრამ ვასოს გარდაცვალების შემდეგ, როცა ოჯახის წევრები შევიდნენ სახლში, აღმოაჩინეს, რომ უმეტესობა იმ ნივთებისა გაქრა. როგორ შეიძლებოდა ეს? ვინ შევიდა იმ სახლში და წაიღო ის, რაც წლების განმავლობაში იქ ინახებოდა? ოფიციალურად ძარცვაზე არავინ საუბრობდა, მაგრამ ოჯახი იცოდა, ვიღაცას ჰქონდა ცდომა. და ის ვიღაც იყო ახლობელი პირი, რადგან არავის შეეძლო გასულიყო სახლში კლიტე-კლიტე და გაეტანა ისეთი რაოდენობა ნივთები. სესილიას, როცა ამის შესახებ შეეტყო, პირველად უთხრა, მე არ მაინტერესებს მისი ქონება, ის მისი სიცოცხლე იყო, არა ჩემი. მაგრამ იმ სიტყვებში იყო რაღაც გაბრაზებული, რადგან სესილია მიცოდა, რომ ვასოს შვილი დათო რჩებოდა იმ ქონების მემკვიდრე და ახლა ის ქონება აღარ იყო არსად. ვასოს ოჯახის ერთ-ერთმა ნათესავმა განაცხადა, სესილია ადანაშაულებს ვასოს უკანასკნელ ცოლს, რომელიც იყო იმ დროს მასთან, როცა ის გარდაიცვალა. ეს ქალი, რომელიც იყო ბევრად უმცროსი ვასოზე და ქორწინებაში ყოფილა მხოლოდ რამდენიმე წელი, იყო ის, ვინც უკანასკნელ დღეებში გადაწყვიტა სახლში რა დარჩენოდა და რა წაეღო. თბილისში გავრცელდა ვერსია, რომ ეს ქალი დადიოდა სახლში და აღებდა ყველაფერს, რაც ღირებული იყო, და როცა დათო მოვიდა და ჰკითხა, სად არის ბაბუის საათები და ბეჭდები, ქალმა უთხრა, რომ ეს ყველაფერი გაიტანეს ბანკში უსაფრთხოდ. მაგრამ ბანკში არაფერი არ იყო. სესილიას თხოვეს, რომ ჩაერია და ეთქვა, რომ დათო არის მემკვიდრე. მას ეკუთვნის ის ყველაფერი, რაც ვასოს ჰქონდა. მაგრამ სესილიამ უთხრა, მე არ მინდა ჩარევა ამ საქმეში, რადგან ვასოს ცხოვრება იყო არჩევანი, რომელიც მან თავად გააკეთა. თუ მისი ქონება გაქრა, ეს იყო შედეგი იმ ცხოვრებისა, რომელიც მან იცხოვრა. ამ სიტყვებში იყო სიმწარე, მაგრამ ასევე იყო სიმართლე. სესილია არ უნდოდა, რომ ემღერა იმ ქონებისთვის, რომელიც ვასომ შესაძლოა სხვა ქალებზე დახარჯა. თუმცა იყო კიდევ ერთი თეორია, რომელიც ფსიქოლოგიურად უფრო ღრმა იყო. ვასოს ახლო მეგობარმა, რომელიც მასთან წლების განმავლობაში სვამდა და ესაუბრებოდა, ამბობდა, ვასო ყოველთვის ამბობდა, რომ ქონება არ არის მნიშვნელოვანი. მას სურდა, რომ ხალხი მას იმით ახსოვდეს, რაც სცენაზე იყო და არა იმით, რასაც ბანკში ჰქონდა. შესაძლოა ამიტომაც არ იყო მას ისეთი წესრიგი თავის ქონებაში, რადგან მას არ ესმოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ეს ქონება უნდა გადაეცათ იმ ადამიანებს, ვინც მას უყვარდა. და როცა ის დროა მოვიდა, გარემოცვამ გადაწყვიტა მის ნაცვლად. სესილია ამბობდა, მე არ მენანება მისი ქონება, მაგრამ მენანება, რომ დათოს არ დარჩა არაფერი, რაც მამის ხსოვნას ატარებდა. და ეს იყო ის ტკივილი, რომელსაც სესილია ვერასოდეს ხმამაღლა აღარ თქვა, რადგან ის იყო ქალი, რომელიც საჯაროდ არ აჩვენებდა სისუსტეს.
მაგრამ რა მოხდა იმ ქონების უმეტეს ნაწილთან? დღესაც არავინ იცის. ზოგი ამბობს, რომ ის გაიყიდა შავ ბაზარზე. ზოგი კი, რომ იგი ინახება ვიღაცის სახლში, ვინც არასოდეს აღიარებს როგორ მოხდა ხელში. მაგრამ რაც ცნობილია ზუსტად, ვასოს შვილს არ დარჩა თითქმის არაფერი, რაც მატერიალურად დაუკავშირებდა მამას. და ის რაც დარჩა, იყო მხოლოდ სახელი, რომელიც თბილისში აქამდე ითქმის პატივისცემით. და რა იფიქრა სესილიამ ყველა ამის შესახებ? რა გძნობდა ის, როცა იცოდა, რომ კაცი, რომელსაც ვასო არ იყო განსაკუთრებით ზეარარსიანი ადამიანი, მაგრამ ეს ბეჭედი იყო ერთადერთი ნივთი, რომელსაც იგი უწოდებდა თავისიანს, არა უბრალოდ მატერიალურად, არამედ ფსიქოლოგიურად. თბილისში იყო ლეგენდა, რომ ეს ბეჭედი მას ჰქონდა მიღებული ერთი ქალისგან, რომელიც იყო თურქეთიდან. ის ქალი, რომელიც იყო ცნობილი ხელით მკითხველი და რომელსაც თბილისში მიდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ მომავლის გაგება. ეს ქალი, რომლის სახელს დღესაც ახსენებენ ზოგიერთ ძველ ოჯახში, გკითხა ვასოს ხელს და უთხრა: შეხარ კაცი, რომელსაც ბევრი სიყვარული ექნება, მაგრამ ერთი, ის რაც დაკარგავ, იქნება შენი წყევლა და შენი ხსნა. ქალმა მისცა ეს ბეჭედი და უთხრა: ატარე და არასოდეს გახადო, რადგან როცა ის გახდება, შენი ბედი შეიცვლება. ვასომ ეს ბეჭედი ატარა 10 წლეულების განმავლობაში და არავინ არასოდეს არ უნახავს, რომ იგი გაეხადა. თუნდაც როცა იგი იბანდა, ბეჭედი რჩებოდა თითზე. თუნდაც როცა იგი სცენაზე დგებოდა და თამაშობდა როლებს, სადაც არ უნდა ყოფილიყო საკუთარი ნივთები, ბეჭედი რჩებოდა. მაგრამ ერთ დღეს, როცა ვასო გარდაიცვალა, მისი ოჯახის წევრები შევიდნენ საავადმყოფოში და იპოვეს მისი სხეული. და ბეჭედი არ იყო თითზე, ის გაქრა. პირველად ყველა იფიქრა, რომ შესაძლოა საავადმყოფოს პერსონალმა წაიღო, იმიტომ რომ ოქრო იყო ძვირფასი. მაგრამ როცა კითხეს ექთნებს და ექიმებს, ყველამ უთხრა: ჩვენ არ შევხებივართ მას, ჩვენ არ ვიცით სად არის. დათომ, ვასოს შვილმა, დაიწყო ძებნა. მან კითხა ყველას, ვინც იმ დღეს იყო საავადმყოფოში, ვინც შეიძლება ოთახში შესულიყო, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა. და შემდეგ დათომ გაიხსენა ერთი რამ, რასაც ბაბუა ამბობდა. ის ხელით მკითხველი ქალი, რომელმაც მას ბეჭედი მისცა, უთხრა: როცა ბეჭედი გაქრება, ეს იქნება ნიშანი, რომ შენი ბედი მოახლოვდა დასასრულს, მაგრამ ეს აგრეთვე იქნება ნიშანი, რომ ვიღაც, ვინც შენთან ახლოს იყო, წაიღებს შენთან ერთად იმ ტვირთს, რომელსაც შენ ატარებდი. ეს იყო ისეთი წინასწარმეტყველება, რომელიც ჟრედა როგორც ზღაპარი, მაგრამ ახლა, როცა ბეჭედი მართლაც გაქრა, დათოს ეშინოდა. შესაძლოა ეს ყველაფერი მართლა იყო. შესაძლოა ბაბუამ იცოდა, რომ სიკვდილის დროს ბეჭედი უნდა გაქრებოდა და ამიტომაც არ შეეშინდა. თბილისის მცხოვრებლებმა, როცა შეიტკეს ამ ისტორიის შესახებ, დაიწყეს საკუთარი ვერსიების შექმნა. ვიღაცა ამბობდა, რომ ბეჭედი წაიღო იმ ქალმა, რომელიც იმ მომენტში ვასოსთან ყოფილა, იმიტომ რომ ის იყო იმ ბეჭდის ნამდვილი მემკვიდრე. ვიღაცა ამბობდა, რომ ბეჭედს წაიღებდა ვიღაც, ვინც იცოდა მისი ძალა და სურდა ის საკუთარი თავისთვის გამოეყენებინა. მაგრამ იყო კიდევ ერთი ვერსია, რომელიც უფრო შემაძრწუნებელი იყო. ელი იყო. ერთ-ერთმა ახლო ნათესავმა ამბობდა, ვასომ სიკვდილამდე რამდენიმე დრით ადრე, მოუწოდა დათოს და უთხრა: შვილო, მე მალე წავალ და როცა წავალ, არ მოძებნო ჩემი ბეჭედი. იგი უნდა გაქრეს, რადგან ის არ არის შენთვის. ის იყო ჩემი წყევლა და ჩემი დამცველი და ორივე მთავრდება ჩემთან ერთად. დათომ მაშინ ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ეს. ის ფიქრობდა, რომ ბაბუას აშლილი იყო გონება ავადმყოფობის გამო. მაგრამ ახლა, როცა ბეჭედი მართლაც გაქრა, დათომ დაიწყო ფიქრი. შესაძლოა ბაბუამ თავად მოაშორა ბეჭედი და მისცა ვიღაცას, ვინც იცოდა, რომ ეს უნდა დამალულიყო. შესაძლოა ეს იყო ბოლო საიდუმლო აქტი, რომელიც ვასომ გააკეთა, რომ წაეღო თავისი ნაწილი სამყაროდან და არ დაეტოვებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მას ვერ ესმოდა. სესილია, როცა შეიტყო ბეჭდის გაქრობის შესახებ, უთხრა დათოს: ეს იყო შენი მამის არჩევანი. ნუ ეძებ იმას, რაც მან გადაწყვიტა, რომ დაკარგულიყო. მაგრამ მისი თვალებში დათომ დაინახა რაღაც სხვა. შვა, შიში. და ეს შიში არ იყო ბეჭდის გამო. ეს იყო შიში იმისა, რომ ვასომ სიკვდილის წინ შესაძლოა იცოდა რაღაც, რაც მან არასოდეს უთხრა არავის. და შესაძლოა ბეჭდის გაქრობა იყო ნიშანი იმისა, რომ ის ცოდნა, რომელიც მას ჰქონდა, წავიდა მასთან ერთად. დღესაც, როცა თბილისში ხალხი საუბრობს ვასო გოძიაშვილზე, ზოგჯერ ახსენებენ იმ შავქვიან ბეჭედს და იმ ლეგენდას, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული. და ყოველთვის, როცა ეს ისტორია მთავრდება, ერთი კითხვა რჩება: რა იყო ის წინასწარმეტყველება, რომელიც ხელით მკითხველმა ქალმა უთხრა ვასოს? რა იყო ის სიყვარული, რომელიც იყო მისი წყევლა და მისი ხსნა? და რატო უნდა გაქრებოდა ბეჭედი სწორედ იმ დღეს, როცა ვასომ დატოვა ეს სამყარო? თითქოს ის რაღაც ზას, რაღაც ძალა, რომელიც მას იცავდა, გადაწყვიტა, რომ ახლა მისი დრო მთავრდებოდა. თბილისის თეატრალური არქივების ღრმა უჯრებში, სადაც მტვერი წლები არავის შეეხა, ინახება ერთი საქაღალდე, კავისფერი, გაყვითლებული,
რომელზედაც წერია მხოლოდ ორი გვარი: თაყაიშვილი და გოძიაშვილი. ამ საქაღალდეში არის დოკუმენტი, რომელიც არასოდეს გამხდარა საჯაროდ, მაგრამ რომლის შესახებაც ზოგიერთმა თეატრალურმა მუშაკმა ჩუჩულებით მოგვითხრა. ეს იყო კონტრაქტი, რომელიც ავალდებულებდა სესილიას და ვასოს, რომ ისინი რჩებოდნენ ერთად სცენაზე, მაშინაც კი, როცა მათი ცხოვრება დაშლილიყო. დოკუმენტი ხელმოწერილი იყო 1953 წელს, იმ დროს, როცა ორივე იყო ახალდაზრდა, ვარსკვლავები, რომელთა მომავალი ჩანდა უსაზღვრო. კონტრაქტის მეხუთე პუნქტში წერდა: თქვენ ვალდებული ხართ, არ გამოხვიდეთ საჯაროდ ერთმანეთის წინააღმდეგ განცხადებებით, მიუხედავად პირადი ურთიერთობის სტატუსისა. მეცხრე პუნქტი ამბობდა: განქორწინების შემთხვევაში ორივე მხარე ვალდებულია გააგრძელოს სცენაზე თანამშრომლობა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. ეს იყო ჯაჭვი, რომელიც არა ხელით იყო შეკრული, არამედ ქაღალდზე, და ის ჯაჭვი აიძულებდა ორ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთს აღარ ეტანებოდნენ, ყოველ საღამოს გამოდიოდნენ და თამაშობდნენ სიყვარულს. თეატრის იურისტმა, რომელიც მუშაობდა იმ დოკუმენტაციაზე, გვითხრა: ისინი ცდილობდნენ მოეშალათ ეს კონტრაქტი, მაგრამ თეატრის დირექციამ უთხრა: თქვენ ხართ სახელმწიფო ქონება და თქვენი ცხოვრება არ არის მხოლოდ თქვენი. მაყურებელი გელოდებათ, რეპერტუარი დაგეგმილია, ბილეთები გაყიდულია. თუ თქვენ უარს იტყვით, ეს იქნება საბოტაჟი. სესილიამ ამ სიტყვის მოსმენისას მხოლოდ სახე გაისწორა და უთხრა: მე ვიქნები პროფესიონალი, ნუ შემაწუხებთ. მაგრამ მისი თვალებში ჩანდა ის, რასაც სიტყვები ვერ გამოხატავდნენ: სიძულვილს იმ სისტემის მიმართ, რომელმაც მას ჯაჭვებში ჩასვა. ვასო კი, როცა შეიტყო, რომ მათ უწევდათ გაგრძელება, დუმდა. მან იცოდა, რომ ეს იყო მისი ბრალი, მისი ღალატი, მაგრამ ახლა ორივე იხდიდნენ ფასს. და მართლაც, შემდეგი 5 წლის განმავლობაში სესილია და ვასო გამოდიოდნენ სცენაზე ერთად და მაყურებელი კრთებოდა, როცა ხედავდა მათ. რადგან ყოველი შეხება, ყოველი მზერა იყო სავსე ისეთი ტკივილით, ისეთი რეალობით, რომ არავინ თამაშს აღარ ხედავდა. ხალხი ხედავდა ორ ადამიანს, რომლებიც კვდებოდნენ ერთმანეთთან ახლოს ყოფნისგან. თეატრალური კრიტიკოსები წერდნენ: ეს არის უდიდესი თამაში ქართულ სცენაზე, რადგან მსახიობები არ თამაშობენ, ისინი ცხოვრობენ. მაგრამ ისინი არ იცოდნენ, რომ ის ცხოვრება იყო წამება. სესილია, როცა მთავრდებოდა სპექტაკლი, გადიოდა გრიმიოში და იხდიდა კოსტიუმს სიჩუმით. ვერც ერთი მეგობარი გაბედავდა მას რაიმე ეკითხა. ვასო კი დგებოდა კულუარებში, ეწეოდა სიგარეტს და ელოდა იმ წუთს, როცა შეძლებდა წასვლას, რადგან იქ ყოფნა იყო იმის შეხსენება, თუ რა დაკარგა. მაგრამ იყო ერთი საღამო, რომელიც შეიცვალა ყველაფერი. ეს იყო 1955 წლის დეკემბერი. სპექტაკლი გოგოლის კომედიაზე დაფუძნებული. მესამე მოქმედებაში სესილიას უნდა ეთქვა ფრაზა: მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ იმ საღამოს, როცა ის დადგა ვასოს წინ და უნდა წარმოეთქვა ეს სიტყვები, სესილია შეჭერდა. დარბაზში დამყარდა სიჩუმე. ადამიანებმა ვერ გაიგეს რა ხდებოდა. სესილია უყურებდა ვასოს და მისი ტუჩები იძროდა, მაგრამ ხმა არ გამოდიოდა. ვასომ წინ გადადგა ნაბიჯი და ჩასჩუჩულა. სესილია თქვი, სესილია თქვი. და მაშინ სესილიამ უთხრა: მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ ეს სიტყვები გამოვიდა ისეთი ტკივილით, ისეთი სიმწრით, რომ დარბაზში ადამიანები დაიწყეს ცრემლების ღვრა. ზოგიერთმა მაყურებელმა შემდეგ თქვა: ჩვენ ვიცოდით იმ წამში, რომ ისინი აღარ თამაშობდნენ. და სწორედ იმ საღამოს, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, სესილია მივიდა თეატრის დირექტორთან და უთხრა: მე აღარ შემიძლია. გამაათავისუფლეთ ამ კონტრაქტისგან. დირექტორმა უთხრა: თქვენი კონტრაქტი მთავრდება მომავალ წელს. ნუ გააგრძელებთ ახლა სკანდალს. სესილიამ უპასუხა: მაშინ მე წავალ 1 წლით განსვენებაში, მითხარით რომ ავადვარ. და მართლაც, შემდეგ კვირას სესილია გამოაცხადეს ავადმყოფად. ოფიციალური დიაგნოზი იყო გულის პრობლემა, მაგრამ ყველა იცოდა, რომ ეს არ იყო გული, რომელიც საჭიროებდა მკურნალობას. ეს იყო სული, რომელიც კვდებოდა ყოველდღე იმის გამო, რომ იძულებული იყო სცენაზე დგომოდა იმ კაცთან, რომელიც მას უღალატა. და რა იფიქრა ვასომ ყველა ამის შესახებ? როგორ გამოიყურებოდა მისი ცხოვრება იმ წლებში, როცა მან იცოდა, რომ ყოველი საღამო სცენაზე იყო არა ხელოვნება, არამედ სასჯელი? ლამარა მახათაძე. ეს სახელი არავინ იცნობდა ქალაქ გარეთ, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრში ყველა იცოდა ვინ იყო ის. ლამარა იყო გრიმიორი, პატარა თხელი ქალი 1950-იანი წლების დასაწყისიდან, რომელიც დადიოდა კულუარებში მუდამ დამალულად, როგორც ჩრდილი. მას არასოდეს არ უთქვამს ხმამაღლა საკუთარი აზრი, არასოდეს ჩაურევია სკანდალებში, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხედავდა. მისი სამუშაო იყო ისეთი, რომ ის იყო უახლოესი იმ დროს, როცა მსახიობები იხდიდნენ ნიღბებს, როგორც სცენის, ისე ცხოვრებისას. ლამარა იყო ის, ვინც ხედავდა სესილიას, როცა ის გრიმიოში შემოდიოდა და ცრემლებს იშლიდა,
მაგრამ როცა კარზე კაკუნებდნენ, მაშინვე წაისმინდა თვალებს და ღიმიოდა. ლამარა იყო ის, ვინც ხედავდა ვასოს, როცა ის სვამდა კულუარებში ყოველი სპექტაკლის შემდეგ და ჩურჩულებდა. რატომ აგზელებ ამას? რატომ არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ გავიქცე? 2021 წელს უკვე ჩვენს დროში ლამარა მახათაძე, რომელიც მაშინ იყო 90 წლის მოხუცი ქალბატონი, დაჯდა ჩვენთან და თქვა: მე მინდა გითხრათ ის, რაც ხალხმა არ იცის, რადგან მე მალე წავალ და ეს სიმართლე უნდა დარჩეს. მან დაიწყო საუბარი იმით, რომ 1946 წლის იანვარში, როცა სესილია დაბრუნდა თეატრში, იმ ერთწლიანი განსვენების შემდეგ, რომელიც სულაც არ იყო განსვენება, ის იყო გაქცევა, პაუზა, რომელიც საჭირო იყო, რომ არ მომხდარიყო რაღაც საშინელი. ლამარამ თქვა: მე ვხედავდი, როგორ შემოდიოდა სესილია გრიმიორში. იგი მაშინ იყო უკვე მე-30 წლის ქალი, სავსე იმ სიმშვენიერით, რომელიც არ ქრებოდა დროსთან ერთად. მაგრამ მისი თვალები იყო ცარიელი, როგორც ადამიანისა, რომელსაც აღარ ჯეროდა არაფრის. ლამარამ გაგვიხსნა ერთი ეპიზოდი, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯარო. იმ იანვრის ერთ-ერთ საღამოს სესილია ჩამოჯდა გრიმიორის სარკესთან და ლამარამ დაიწყო მისი თმის დალაგება. ის იყო პროცედურა, რომელსაც ისინი წლები აასრულებდნენ. ლამარა ამკობდა სესილიას და სესილია დუმდა, ფიქრობდა. მაგრამ იმ საღამოს სესილია მოეცრად უთხრა: ლამარა, მითხარი, ისე მგონია, რომ მე ვჩანვარ როგორც სულელი ქალი. ლამარა შეჩერდა და უპასუხა: რატომ ამბობ ამას? სესილიამ თქვა: იმიტომ რომ მე ვაგრძელებ ამ ყველაფერს. დგები იმ კაცთა სცენაზე, რომელმაც ჩემთვის ყველაზე საშინელი რამ გააკეთა. დამამცირა, დამიქცია უბრალო ფასადად. და მაინც, როცა სცენაზე ვდგები, მე ვიგრძნობ, რომ მე მაინც მიყვარს. ლამარამ მაშინ დაინახა, რომ სესილიას ცხრემლები დასწვივა თვალებში, მაგრამ მან თავი შეიკავა და უთხრა: ნუ ამბობ არავის, რასაც გითხარი. ლამარა დასთანხმდა და მან არასოდეს არავის არ უთქვა ეს. მანამ, სანამ არ მოვიდა ჩვენთან და არ თქვა, ეხლა უნდა ითქვას, რადგან ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სესილია არ იყო გაქვავებული ქალი. ის იყო ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება მოჰკლა იმის გამო, რომ მას ზედმეტად უყვარდა. მაგრამ ლამარამ გვითხრა კიდევ ერთი რამ, რომელიც დაგვანახა ვასოს მეორე მხარე. იმავე წლის ზაფხულში, როცა სესილია და ვასო თამაშობდნენ სპექტაკლში მანანა, ვასო შემოვიდა გრიმიორში და ლამარას უთხრა: დამეხმარე, ჩამაცვი ასე, რომ სესილიამ ვერ დაინახოს ჩემი თვალები. ლამარამ კითხა: რატო? ვასომ უთხრა: იმიტომ რომ როცა მე ვუყურებ მას, მე ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. მე ვიგრძნობ, რომ მინდა მიუბრუნდე დროს და დაუბრუნო ის, რაც დავკარგე, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს შეუძლებელია და ეს მკლავს. ლამარამ იმ დღეს გაიგო, ვასო არ იყო კაცი, რომელსაც არაფერი აინტერესებდა. იგი იყო კაცი, რომელიც იხჩობოდა საკუთარ შეცდომებში, მაგრამ ზედმეტად გვიან შეიტყო, რომ სურდა გადარჩენა. ლამარას მოგონებები იყო როგორც ფანჯარა იმ დროში. ის აჩვენებდა არა ლეგენდას, არამედ რეალურ ადამიანებს, რომლებიც კვდებოდნენ ერთმანეთთან ახლოს ყოფნისგან. ლამარამ გვითხრა: ხალხი ამბობს, რომ სესილია იყო გაქვავებული და ვასო იყო უსურსინდისო. მაგრამ მე ვიცი სიმართლე. ორივე იყო მსხვერპლი თავისი სიყვარულისა, რომელიც იყო ზედმეტად დიდი, ზედმეტად ჭეშმარიტი, რომ გადარჩენოდა რეალურ სამყაროში. ლამარა გარდაიცვალა 2022 წელს და მისი ბოლო სიტყვები იყო: მე მინდა რომ ხალხმა იცოდეს, ისინი არ იყვნენ მტრები, ისინი იყვნენ ტრაგედია, რომელსაც დრო არ მისცა დასრულების უფლება. და როცა ლამარას მოგონებები გახდა ცნობილი, თბილისში ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი: შესაძლოა ჩვენ ყოველთვის ვწდებოდით. შესაძლოა ის, რასაც ჩვენ უწოდებდით სიამაყეს სესილიას მხრიდან, იყო არა სიძულვილი, არამედ თავდაცვა იმ ტკივილისგან, რომელიც მას ყოველ წამს აწამებდა. 1970-იანი წლების ბოლოს, როცა ვასო გოძიაშვილი იყო უკვე 35 წლის მსახიობი, რომელსაც თბილისი კვლავ ამხნევებდა, მიუხედავად ყველაფრისა, მას დაუწყო რაღაც, რაც ოფიციალურად არასოდეს ითქვა. ის თამაშობდა სპექტაკლებში, იღიმებოდა კამერებისთვის, მაგრამ მისი ახლო მეგობრები იწყებდნენ შენებდნენ შენიშვნას. ვასო იყო განსხვავებული. ის კარგავდა წონას, ხშირად უჩივიდა თავის ტკივილს და ზოგჯერ დარბაზში შუაში ისე ხველებდა, რომ სპექტაკლის შეჩერება უწევდა. რეჟისორები მას ეკითხებოდნენ: ვასო, შენ კარგად ხარ? და ის პასუხობდა: დიახ, უბრალოდ დაღლილი ვარ. მაგრამ ეს არ იყო დაღლილობა, ეს იყო დაწყება რაღაცისა, რაც გვიან აღმოჩნდებოდა როგორც მძიმე ავადმყოფობა. 1968 წელს, როცა ვასო ჩავარდა სცენაზე სპექტაკლის დროს და სასტრაფოს დაურეკეს, მან საავადმყოფოში უთხრა ექიმებს: არავის აუწყოთ ეს, მე უბრალოდ დავეცი. მაგრამ ექიმებმა გაუკეთეს გამოკვლევა და ნახეს რაღაც, რაც მათ შეაშფოთა. ვასოს ჰქონდა სერიოზული პრობლემები ღვიძლთან და გულთან. ოფიციალური დიაგნოზი იყო ქრონიკული დაღლილობა და გულის არითმია. მაგრამ ექიმებმა ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. ეს კაცი უნდა იყოს საავადმყოფოში რამდენიმე თვე,
მას სჭირდება მკურნალობა, რომელიც ვერ მოხერხდება სახლში. თუმცა ვასომ უარი თქვა. მან განაცხადა, რომ მას აქვს ვალდებულებები თეატრში და შეუძლია რჩება საავადმყოფოში. ექიმებმა გაათავისუფლეს იგი 3 დღის შემდეგ და ვასო დაბრუნდა სცენაზე ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მაგრამ გრიმიორები იწყებდნენ შენიშვნას. ვასოს გრიმი უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, რადგან მისი კანი იყო ყვითელი, თვალები ჩაქრობილი და ტუჩები გაშრობილი. ისინი აფასებდნენ მას უფრო მკვრივი ტონით, წებოდნენ თმის პარიკებს ისე, რომ დაფარულიყო მისი თავი, რომელზედაც თმა იწყებდა ცვენას. ვასო იცოდა, რომ მისი სხეული ტოვებდა მას, მაგრამ იგი აგრძელებდა, რადგან სცენა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ის გრძნობდა, რომ იყო ცოცხალი. ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც მკურნალობდა ვასოს მოგვიანებით, გვითხრა: მე ვეუბნებოდი მას, რომ თუ გააგრძელებს ასე, მას დარჩება მაქსიმუმ 5 წელი. მაგრამ ის პასუხობდა: 5 წელი სცენაზე ღირს 20 წელი საწოლში. მე ვერაფერს გაუკეთე, რადგან ვასო იყო კაცი, რომელიც გადაწყვიტა, რომ სიკვდილიც კი ეღირებოდა თუ ის მოახერხებდა, ისევ გაეღიმა მაყურებლისთვის. და ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ავადმყოფობა, ეს იყო აგრეთვე ფსიქოლოგიური დაშლა. ვასო 1990-იან წლებში იწყებდა დალევას, არა საჯაროდ, არამედ სახლში, მარტო. მისმა შვილმა დათომ მოგვიტყრა: მე ხშირად მივდიოდი ბაბუასთან და ვხედავდი, რომ ის იჯდა სალონში და სვამდა ყარაბახის კონიაკს ისე თითქოს წყალი სვამდა. როცა ვეკითხებოდი: ბაბუა, რატომ სვამ ასე ბევრს? ის პასუხობდა: შვილო, მე ვცდილობ დავივიწყო რაღაცს, რაც არასოდეს დავივიწყებ. და მე მერიდა. შემდეგი კითხვა, რადგან ვიცოდი, რომ პასუხი იქნებოდა ის, რაზეც მე არ მინდოდა ყურის მიგდება და მაშინაც კი როცა ვასო მიცოდა, რომ მისი სხეული და მისი გოიგონება ინგრეოდა, ის აგრძელებდა მუშაობას და მისი ბოლო წლები იყო მისი საუკეთესო როლები. თეატრალური კრიტიკოსები ამბობდნენ: ვასო 1990-იან წლებში თამაშობდა ისე, თითქოს იგი მთელ თავის სულს ყრიდა ყოველ სიტყვაში. და ეს იყო სწორედ ასე, რადგან იგი იცოდა, რომ მას აღარ ჰქონდა დრო. ყოველი სპექტაკლი იყო მისი გამოსამშვიდობებელი და მაყურებელი ხედავდა კაცს, რომელიც არაუბრალოდ თამაშობდა, არამედ ტოვებდა ცხოვრებას სცენაზე. და სწორედ იმ წლებში, როცა ვასო კვდებოდა ნელა, ის წავიდა სესილიასთან ერთ საღამოს, პირველად 30 წლის შემდეგ და დააკაკუნა კარზე. სესილიამ გააღო კარი და დაინახა იგი და მისი პირველი სიტყვები იყო: რას ეძებ აქ? ვასომ უთხრა: მინდა გითხრა რაღაც. სესილიამ უთხრა: გამიშვი, მე აღარ მსურს შენი მოსმენა. მაგრამ ვასომ თქვა: სესილია, მე მალე წავალ ესილია. მე მალე წავა. მინდა გითხრა, მე შენ არასოდეს არ გიღალატე გულით, მხოლოდ სხეულით. და ეს იყო ჩემი უდიდესი შეცდომა. სესილიამ შეაჩერა იგი და უთხრა: ვასო, ეს სიტყვები 30 წლის წინ უნდა მეთქვა. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. და დახურა კარი. ვასო დადგა იმ კართან და ტიროდა. პირველად 10 წლეულების განმავლობაში, რადგან მან იცოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო შანსი, რომ ეთქვა ის, რაც უნდა ეთქვა. და ის ცრემლები იყო არა სინანულისა, არამედ რეალიზაციისა, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო მცდელობა, შეევსო სიცარიელე, რომელიც დატოვა მაშინ, როცა დაკარგა ერთადერთი ქალი, რომელიც მას ნამდვილად უყვარდა. და როცა ეს ამბავი გავრცელდა თბილისში, რადგან ვერაც მეზობელმა ნახა, როგორ ტიროდა ვასო იმ კართან, ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი: შესაძლოა ვასო არ იყო ის უსინდისო გენიოსი, როგორცაც ჩვენ წარმოვიდგენდით. შესაძლოა მან მთელი ცხოვრება იცხოვრა სასჯელში იმ ერთი შეცდომისთვის, რომელიც მან ახალგაზრდობაში ჩაიდინა. და შესაძლოა სესილიამ არ აპატია იგი არა იმიტომ, რომ არ უყვარდა, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ ზედმეტად უყვარდა და არ შეეძლო თავისი გადარჩენა იმ ტკივილში, რომელსაც ის ყოველდღე მისცემდა. თბილისის თეატრალურ წრეებში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც არავინ უწოდებდა ოფიციალურ სახელს, მაგრამ ყველა იცნობდა მათ როგორც ხუთეულს. ეს იყო 5 ადამიანი: თეატრის მთავარი რეჟისორი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ერთი ცნობილი ექიმი და ერთი ჟურნალისტი. ყველა მათგანი იცნობდა ერთმანეთს 10 წლეულების განმავლობაში და ყველა მათგანს ჰქონდა ინტერესი. სესილიას და ვასოს იმიჯი უნდა დარჩენილიყო იდეალური მაყურებლის თვალში, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდებოდა რეალურად. რადგან ორივე იყო სახელმწიფო სიმბოლო, არა მხოლოდ მსახიობები, არამედ ქართული კულტურის ელჩები. ისინი იყვნენ პიროვნებები, რომლებიც ატარებდნენ თბილისის პრესტიჟს თავიანთ მხრებზე. ხუთეული იკრიბებოდა ყოველ კვირას ერთ-ერთ დახურულ ოთახში თეატრის სამართავში და იქ ისინი განიხილავდნენ, რა უნდა გამხდარიყო ცნობილი და რა არა. როცა სესილიამ გააძევა ვასო და ქალაქში ჭორი გავრცელდა, ხუთეულმა დაიწყო კონტროლი. ჟურნალისტს დაევალა, რომ არ გამოექვეყნება არც ერთი სტატია, რომელიც ამბობდა რეალურ მიზეზებს. ოფიციალური ვერსია გახდა: ორივე არის ძალიან დაკავებული საკუთარი კარიერით და გადაწყვიტეს, რომ ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე პირად მიზეზებზე. ეს იყო სიცრუე,
მაგრამ ეს იყო სიცრუე, რომელიც იცავდა ორივეს. სესილიას არ უნდოდა, რომ მთელი ქვეყანა ეწოდინა, რომ მისი ქმარი ღალატობდა, ხოლო ვასოს არ უნდოდა, რომ მას უწოდონ კაცი, რომელიც დაანგრია საკუთარი ოჯახი უპასუხისგებლობით. მაგრამ ხუთეული აკონტროლებდა არამხოლოდ პრესას. ისინი აკონტროლებდნენ აგრეთვე იმას თუ, რომან სპექტაკლებში თამაშობდნენ სესილია და ვასო ერთად. მოლდოვის სამინისტროს წარმომადგენელი ყოველდღეს ირებდა რეპერტუარის სიას და აშორებდა ყველა იმ სპექტაკლს, სადაც სესილიას და ვასოს უნდა ეთამაშათ ძალიან ახლოს სცენები. რადგან ხუთეულმა გადაწყვიტა, რომ მაყურებელმა არ უნდა დაინახოს, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო. ისინი უნდა ყოფილიყვნენ პროფესიონალები, რომლებიც თამაშობდნენ როლებს და არა ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ ერთმანეთთან ახლოს ყოფნისგან. ხუთეულის წევრმა ექიმმა, რომელიც მკურნალობდა ვასოს მოგვიანებით, გვითხრა: ჩვენ ვიცოდით, რომ ვასო იყო ავად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, მაგრამ ჩვენ ვერ დაუშვებდით, რომ ეს გამხდარიყო საჯარო, რადგან ეს დაანგრევდა მის იმიჯს როგორც გენიოსისა. ხუთეული ასევე აკონტროლებდა იმას თუ ვინ ახლოვდებოდა სესილიას და ვასოს. როცა რომელიმე ახალგაზრდა ჟურნალისტი ცდილობდა ინტერვიუს აღებას რეალური შეკითხვებით, მას უგრძალავდნენ ცდომას. როცა რომელიმე ახლო მეგობარი ცდილობდა საჯაროდ ესაუბრა იმაზე თუ რა ხდებოდა რეალურად, მას აფრთხილებდნენ. ეს არის პირადი საქმე და შენ არ გაუფლება ჩაერიოქს, გაψუფლება ჩაერიო. ხუთეული იყო უჩინარი კედელი, რომელიც იცავდა ლეგენდას. მაგრამ ამავდროულად ახშობდა ორ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა ისურვებდნენ ჭეშმარიტების თქმას. და ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ხუთეულმა აგრეთვე გადაწყვიტა, როცა ვასო და სესილია ორივე დაბერდებოდნენ და მათი კარიერა დასრულდებოდა, ისინი უნდა დაკრძალულიყვნენ ერთმანეთის გვერდით, რადგან ეს იქნებოდა სიმბოლო, რომელიც დაამთავრებდა მათ ისტორიას როგორც ტრაგედიას, მაგრამ ამავდროულად როგორც სიყვარულის ისტორიას. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა 1970 წლებში, როცა ორივე იყო უკვე ხანში შესული. და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც განხორციელდა 1976 წელს, როცა ვასო გარდაიცვალა. მაგრამ ვინ იყო ნამდვილი ხელმძღვანელი ხუთეულში? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საბოლოო სიტყვა? რადგან ამ პასუხმა შეიძლება ახსნას, თუ რატომ არ დასცა არასოდეს სესილიას და ვასოს ის თავისუფლება, რომ გამხდარიყვნენ უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც შეეშალათ და გაეყარმენ, ისე როგორც მილიონობით სხვა წყვილი. ვასო გოძიაშვილს ჰქონდა სახლი ძველ თბილისში, ავლაბარში. ის სახლი, რომელსაც ყველა იცნობდა, სადაც მას პინძლობდა სტუმრებს და სადაც მისი ოფიციალური ცხოვრება მიმდინარეობდა. მაგრამ იყო კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც არავინ საუბრობდა ხმამაღლა. პატარა ბინა ვაკეში, მესამე სართულზე, ძველ საბჭოთა შენობაში. ამ ბინას არ ჰქონდა ვასოს სახელი დოკუმენტებში. იგი იყო გაფორმებული მისი შორეული ნათესავის სახელზე, ქალის, რომელიც ცხოვრობდა ბათუმში და არასოდეს არ მისულა თბილისში. ეს ბინა იყო ადგილი, სადაც ვასო დადიოდა იმ დღეებში, როცა მას არ უნდოდა ყოფილიყო გენიოსი, სადაც მას შეეძლო ყოფილიყო უბრალოდ კაცი, რომელსაც შეეშინდა და ეთკინა. როგორც მოგვითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც ცხოვრობდა იმავე შენობაში, ჩვენ ვიცოდით, რომ ვიღაც მოდიოდა ამ ბინაში გვიან ღამით, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ გვინახავს ვინ იყო. როცა კარი იღებოდა და ვიღაც შედიოდა, ჩვენ სმენდით ნაბიჯებს, მაგრამ პირი არ ჰქონდა ნანახი. ერთხელ ღამის 2 საათზე მე გამოვედი კიბეზე და გავიგონე, როგორ ტიროდა ვიღაც იმ ბინაში. ეს იყო კაცის ხმა, ღრმა, დამთრგუნველი ტირილი. მე შევჩერდი და მოусმინე და იმ წამში გავიგე, ეს იყო ვასო გოძიაშვილი, რადგან მე ვიცნობდი მის ხმას. მაგრამ რას აკეთებდა იგი იქ? რატომ ატიროდა ისე, თითქოს მთელი სამყარო ინგრეოდა მის გარშემო? 2000 წლებში, როცა ეს ბინა გასაყიდად გამოვიდა, ახალმა მფლობელებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ნივთი, რომელიც დარჩა იქ. ძველი სიგარეტების კოლოფები, ბოთლები ყარაბახის კონიაკისა და ეთი რვეული, რომელშიც იყო ჩანაწერები. ეს რვეული გადაეცა ვასოს შვილს დათოს და დათომ, როცა წაიკითხა, გააცნობიერა, რომ მისმა ბაბუამ წერდა იქ იმას, რასაც არ უთხრა არავის. ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებული 1970-იან წლებში ამბობდა: დღეს კვლავ ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რაც დავკარგე. მე ვცდილობ დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ ის ყველაფერი, რაც გავაკეთე, იყო არჩევანი, რომელსაც ვიმეორებდი. მაგრამ ეს არის სიცრუე. თუ დრო დამიბრუნდება, მე არ გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე. მე დავრჩებოდი სესილიასთან და არ გაუსვამდი ხელს არც ერთ იმ ქალს, რომლებიც ახლა მახსოვს მხოლოდ როგორც ჩდილები. ეს ჩანაწერი იყო დამღუპველი, რადგან იგი აჩვენებდა, რომ ვასო არ იყო უსინდისო გენიოსი, რომელსაც არაფერი ამძიმებდა. იგი იყო კაცი, რომელიც კვდოდაგდებოდა სინანულში, მაგრამ ზედმეტად გვიან გაინგაიგო, რომ სურდა შეცვლა. ის ბინა ვაკეში იყო მისი საიდუმლო საავადმყოფო, სადაც იგი მიდიოდა, როცა ვერ იტანდა საკუთარ თავს, სადაც იგი ტიროდა, სვამდა და ცდილობდა გაერგვია, როგორ მოხდა, რომ მან დაკარგა ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ იყო კიდევ ერთი საიდუმლოება იმ ბინაში.
ერთ-ერთ კარადაში აღმოჩნდა ძველი ფოტოსურათები, რომლებზედაც ვასო იდგა სხვადასხვა ქალებთან. ზოგი ამ ქალისგან იყო ცნობილი. ისინი იყვნენ მსახიობები, რომლებთანაც მას ჰქონდა რომანები. მაგრამ იყო ასევე ქალები, რომლებიც არავის ეცნობოდა. უბრალო ქალები, რომლებთანაც ვასო ფოტოგრაფირებული იყო ქუჩებში, პარკებში, რესტორნებში. ყველა ამ ფოტოზე ვასო იღიმებოდა. მაგრამ ეს იყო ღიმილი, რომელიც გავდა ნიღაბს. მის თვალებში არ ჩანდა ბედნიერება, იქ ჩანდა მხოლოდ ცარიელობა. დათომ როცა ნახა ეს ფოტოები, იფიქრა, ეს იყო ბაბუას ცხოვრება, რომელიც მან დამალა. ეს იყო ის ნაწილი, რომელზეც რარავინ საუბრობდა. და შესაძლოა ეს იყო მიზეზი, რატომ ბაბუა ასე ატიროდა იმ ბინაში. რადგან იგი ხედავდა საკუთარ სურათებს და აცნობიერებდა, რომ ყველა ის ქალი იყო მცდელობა, შეევსო ის სიცარიელე, რომელიც დარჩა მაშინ, როცა დაკარგა სესილია. და როცა სესილიამ შეიტყო იმ ბინის არსებობის შესახებ, წლების შემდეგ, როცა ვასო უკვე გარდაცვლილი იყო, მან მხოლოდ უთხრა დათოს: შენმა ბაბუა მიცოდა როგორ ემალა, მაგრამ ის, რასაც ემალებოდა, არ იყო სხვა ადამიანები. ის ემალებოდა საკუთარ თავს. და ეს იყო ყველაზე საშინელი, როცა კაცი აღარ იტანს საკუთარ თავს და ეძებს ადგილებს, სადაც შეძლებს არ იყოს თავად. და რატომ არ უთხრა ვასომ სესილიას იმ ბინის შესახებ? რატომ არ წაიყვანა იგი იქ და არ უჩვენა თუ რა ხდებოდა მის სულში? შესაძლოა იმიტომ, რომ ვასო მიცოდა. თუ სესილია დაინახავდა იმ ცრემლებს, იმ რვეულს, იმ სიცარიელეს, შესაძლოა მოწყალება ეგრძნო. და ვასო არ უნდოდა მოწყალება. მას უნდოდა პატიება, რომელიც არასოდეს არ მოვიდა. 1990-იან წლებში პირველად 55 წლის შემდეგ ქალი, რომელსაც თბილისი უწოდებდა განმანადგურებელს, დაჯდა კამერის წინ და დაიწყო საუბარი. მისი სახელი იყო ნინო, ქალი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ მრავალი ქალისგან, ვისთანაც ვასოს ჰქონდა ურთიერთობა იმ წლებში. ურთიერთობა იმ წლებში, როცა იგი განშორდა სესილიას. მინო იყო ახალგაზრდა მსახიობი, ლამაზი, ნიჭიერი და სრულიად შეყვარებული ვასოში. ის ფიქრობდა, რომ იგი იყო ის ქალი, რომელიც გადაარჩენდა ვასოს იმ სიცარიელისგან, რომელშიც იგი ცხოვრობდა. მაგრამ ვასომ არასოდეს არ უთხრა, რომ ის არასოდეს არ იქნებოდა სესილიას ჩამნაცვლებელი, რადგან სესილია არ იყო ქალი, რომელიც შეეძლო ჩანაცვლებულიყო. ნინომ ინტერვიუში თქვა: მე ვფიქრობდი, რომ თუ მე მას მივეცი ყველაფერს, სიყვარულს, ყურადღებას, ერთგულებას, მან დაივიწყებდა სესილია. მაგრამ მე ვცდებოდი. ყოველ საღამოს, როცა ჩვენ ვიჯექით მის სახლში და ვსვამდით ღვინოს, იგი რომელიმე წამს შეჩერდებოდა და მიბრუნდებოდა ფანჯარისკენ. და მე ვიცოდი, რომ იმ წამში იგი არ იყო ჩემთან. იგი იყო იქ, სადაც სესილია იყო. იგი იყო იმ წარსულში, რომელიც მან დაკარგა. ერთხელ მე ვკითხე: ვასო, შენ მაინც მიყვარ? და მან უპასუხა: ნინო, შენ მიყვარ ხარ, მაგრამ არა ისე, როგორც უნდა მიყვარდე. და ეს იყო ყველაზე პატიოსანი პასუხი, რომელიც მან ოდესმე მომცა. ნინომ აგრეთვე გითხრა ის, რასაც არავინ იცოდა. ვასომ ერთხელ წაიყვანა იგი იმ ბინაში ვაკეში და უთხრა: მე მინდა გაჩვენო ადგილი, სადაც მე ვარ ნამდვილი. ნინო შევიდა და დაინახა იგი. ცარიელი ბინა, სადაც იყო მხოლოდ საწოლი, მაგიდა, სკამი და ბოთლები. ვასომ უთხრა: ეს არის ჩემი ნამდვილი სახლი. რადგან აქ მე არ ვქნი ილუზიას, რომ მე ვარ ბედნიერი. აქ მე შემიძლია ვიყო ის, ვინც მართლა ვარ. კაცი, რომელმაც დაკარგა ყველაფერი და ახლა ცდილობს იცხოვროს, თითქოს ეს არ ხდება. ნინომ იმ წამში გააცნობიერა, რომ იგი ვერასოდეს ვერ იქნებოდა იმ ქალისთვის, ვინც შეძლებდა ვასოს გადარჩენას. რადგან ვასო არ სურდა გადარჩენა. მას სურდა სასჯელი. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი ნაწილი ნინოს ინტერვიუდან იყო ის, როცა მან თქვა: მე ერთხელ ვნახე ვასო და სესილია ერთად. ეს იყო 1970-იან წლებში, თეატრის კულუარებში. ისინი შეხვდნენ შემთხვევით და მე დავინახე, როგორ შეჩერდნენ ორივე. სესილიამ უთხრა: გაუმარჯოს. ვასომ უპასუხა: გაუმარჯოს. და შემდეგ ორივე განაგრძობდნენ სიარულს. მაგრამ მე დავინახე ის, რაც ხვებმა ვერ დაინახეს. როცა ისინი გაიარეს ერთმანეთის გვერდით, ვასომ შეაჩერა ხელი და იმ წამში მე ვიცოდი, რომ მას სურდა შეეხო სესილიას. მაგრამ მან არ გააბედა. და სესილია, რომელიც უკვე გაიარა, ერთი წამით შეაჩერა ნაბიჯი. და მე ვიცი, რომ იმ წამში ის აგრეთვე იფიქრა იმაზე, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ არც მან გააბედა და ორივე განაგრძობდნენ სიარულს. და ეს იყო ყველაზე სატკენი მომენტი, რომელიც მე ოდესმე მინახავს. მინოს ინტერვიუმ გააღვიძა თბილისში ახალი დისკუსია. ადამიანებმა დაიწყეს კითხვა, რატომ არ დაუბრუნდნენ ერთმანეთს სესილია და ვასო, თუ ორივე აშკარად უყვარდა ერთ-ერთი. რა იყო ის, რამაც ხელი შეუშალა მათ, რომ უბრალოდ ეთქვათ, მე მენანება და მინდა ვცადო თავიდან. პასუხი, რომელიც თანდათან გაირკვა, იყო მარტივი და სასტიკი ამავდროულად. სესილიას ჰქონდა სიამაყე, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე სიყვარული, და ვასოს ჰქონდა სირცხვილი, რომელიც იყო უფრო ღრმა ვიდრე სინანული.
ორივე იყო ჯაჭვში, რომელიც მათ თავად შექმნეს და არც ერთი მათგანი ვერ იპოვა გასაღები, ხები, რომელიც გაათავისუფლებდა. და როდესაც ნინოს კითხეს, თქვენ რას ფიქრობთ, რა იქნებოდა თუ ისინი შეურიგდებოდნენ? მან უპასუხა: მე ვფიქრობ, რომ ისინი იქნებოდნენ ბედნიერები. მაგრამ ისინი არასოდეს არ შეურიგდებოდნენ, რადგან ორივე იყო ადამიანი, რომელსაც ჯეროდა რომ ზოგიერთი ნაბიჯი არ შეიძლება დაბრუნდეს. და ეს იყო მათი ტრაგედია, რომ ისინი ჯერობდნენ იმას, რაც არ იყო სიმართლე. ვასო გოძიაშვილმა დატოვა ეს სამყარო 1976 წელს. თბრუნდებოდა სახლში თეატრიდან და გულის შეტევა მოხდა ტაქსიში. ძოლმა ცდილობდა მის გადარჩენას, დაუკავშირდა სასტრაფოს, მაგრამ დრო აღარ ჰქონდა. ვასო გარდაიცვალა გზაზე, ხელში ჩაბგუჭული ფურცელი, რომელზედაც წერდა რაღაც. ძოლმა ეს ფურცელი გადასცა ოჯახს და იქ დაწერილი იყო მხოლოდ ერთი სიტყვა: სესილია. სესილიამ, როცა შეიტყო ვასოს გარდაცვალების შესახებ, არ ატირა საჯაროდ. იგი წავიდა თეატრში, სადაც მიმდინარეობდა ვასოს დასამარხი ცერემონიალი და დადგა მოშორებით. მან არ ჩაერია მოლოცვებში, არ მივიდა კუბოსთან ახლოს. მაგრამ როცა ყველა წავიდა და დარბაზი დაცარიელდა, სესილია მივიდა კუბოსთან და დადგა. მან შეხედა ვასოს უძრავ სახეს და იმ წამში პირველად წლების განმავლობაში ცრემლები გადმოადინდა მის ლოყებზე. თეატრის ერთ-ერთმა მუშაკმა, რომელიც დარჩა დასუფთავების სამუშაოებისთვის, დაინახა ეს და მოგვითხრა: სესილია იდგა იქ 10 წუთის განმავლობაში, ანუ თირებოდა და ჩურჩულებდა რაღაც. მე ვერ გავიგონე რას ამბობდა, მაგრამ ეს იყო როგორც ლოცვა, რომელსაც იგი მხოლოდ ვასოსთვის ჩურჩულებდა. 2 დღის შემდეგ დაკრძალვაზე სესილია დაესწრო, მაგრამ იგი იდგა ყველა უკან, თითქოს სურდა აღშენიშნულიყო. როცა კუბოს ჩაიტანეს სასაფლაოზე, სესილია გაჰყვა და როცა მიწას დაყარეს ვასაყარეს ვასოს საფლავზე, სესილიამ ხელში აიღო ერთი მუჯა მიწა და ჩუმად დააყარა. შემდეგ იგი დადგა იქ ისევ 10 წუთის განმავლობაში და როცა ხალხი იწყებდა გასვლას, სესილია მივიდა დათოსთან და უთხრა: შენმა მამამ იცოდა, რომ მე მას უყვარდი და მე იმ წამშიც კი როცა მე მას ვამტვრევდი, ვიცოდი, რომ მე მასაც უყვარდი. მაგრამ ზოგჯერ სიყვარული არ არის საკმარისი. ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ არ არიან შექმნილები ერთად ცხოვრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილები არიან ერთმანეთისთვის. და შემდეგ სესილია წავიდა და არავინ ნახა, როგორ ტიროდა იგი სახლში იმ ღამით. მაგრამ დათომ მოგვითხრა: მე მივედი დედიკოსთან მეორე დღეს და დავინახე, რომ მას ხელში ეჭირა ფოტო. ის ფოტო, რომელზედაც ის და ბაბუა იდგნენ ერთად, ახალგაზრდები სრულები სიყვარულით. და დედიკო უყურებდა იმ ფოტოს ისე, თითქოს ხედავდა იმ წარსულს, რომელიც ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა. სესილია თაყაიშვილი დარჩა მარტოხელა ცხოვრების ბოლომდე. მან არასოდეს არ გაიმეორა ქორწინება, არასოდეს არ ჰქონდა სხვა კაცი მის ცხოვრებაში. როცა მას ეკითხებოდნენ, რატომ არ დაქორწინდით, იგი პასუხობდა: იმიტომ რომ მე უკვე ვყოფილ ვარ დაქორწინებული იმ კაცზე, რომელიც იყო ჩემი სიყვარული. და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ჩვენი ისტორია, მე მაინც არ შემიძლია თავი წარმოვიდგინო სხვა ადამიანთან. 1984 წელს, 11 წლის შემდეგ, ვასოს გარდაცვალების შემდეგ, სესილია თაყაიშვილმა დატოვა ეს სამყარო. მისი ბოლო სიტყვები, როგორც მოგვითხრა დათომ, იყო: იქნება ხნებ ახლა მე და შენი ბაბუა შევხვდეთ იქ, სადაც არ არსებობს ღალატი, არ არსებობს ტკივილი და არ არსებობს სირცხვილი. იქნება ახლა ჩვენ შევძლოთ ისევ ვიყოთ ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთს შევხვდით აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში და ამჯერად ჩვენ გავაკეთებთ სწორ არჩევანს. სესილია დაკრძალეს ვასოს გვერდით, ისე როგორც ხუთეულმა გადაწყვიტა წლების წინ. ორი საფლავი, ერთმანეთთან ახლოს, მაგრამ არა ერთად. თითქოს სიმბოლო იმისა, რომ ისინი იყვნენ ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ შექმნილები ერთმანეთისთვის, მაგრამ ვერასოდეს ვერ იპოვეს გზა, რომ ცხოვრებაში დარჩენილიყვნენ ერთად. დღეს, როცა თბილისელები დადიან მათ საფლავებთან, ხშირად ტოვებენ ორივე საფლავზე ყვავილებს და ამბობენ, რომ ისინი იყვნენ ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია, რომელიც ქართულმა თეატრმა ნახა. მაგრამ ისინი ასევე იყვნენ ყველაზე დიდი ტრაგედია, რადგან ისინი არასოდეს ვერ გადალახეს ის ბარიერი, რომელიც შექმნეს საკუთარი გაქვავებული გულებით. მეგობრებო, როგორ განიხილავთ თქვენ სესილია თაყაიშვილის და ვასო გოძიაშვილის ისტორიას? იყო სესილია ქალი, რომელიც იყო ძალიან გაქვავებული და ვერაპატია, თუ იყო ქალი, რომელიც იცავდა საკუთარ ღირსებას იმ სამყაროში, სადაც ქალების ღირსება არ აფასებდნენ? იყო ვასო უბრალოდ გენიოსი, რომელსაც არ შეეძლო ერთი ქალის სიყვარული იყო, თუ იყო კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ეძებდა იმას, რაც დაკარგა და ვერასოდეს იპოვა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გსურს ვიცოდეთ, უშვიცოდეთ თუ როგორ იხსენებენ მათ თქვენს ქალაქში. დააწყაპუნეთ მოწონებაზე თუ გსურთ ასეთი ჭეშმარიტი ისტორიები და გამოიწერეთ არხი, რომ არ გარჩეთ ახალი ამბები ქართული კულტურის ლეგენდების შესახებ.